ეს რეპორტაჟი მაქსიმალურად ახლო იყო რეალობასთან, მაქსიმალურად ახლო იყო იმასთან, რაც შეიძლება მართლა რომ მოხდეს, ან რაც აქვს თავის თავში ტვინში საქართველოს ტერს. მიხეილ სააკაშვილი რეალურს იმ გადაცემის სცენარს უწოდებს, რომლის მიხედვითაც რუსეთის საქართველოს ინტერვენციას არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების დახმარებით ახორციელებს. მომავლის ქრონიკაში განსაკუთრებული აქცენტი იმ ოპოზიციურ ლიდერებზე გაკეთდა, რომლებიც ბოლო პერიოდში მოსკოვში იმყოფებოდნენ და რუსეთის პრემიერს შეხვდნენ. თუ ეს რეალური სცენა, სააკაშვილი რას აკეთებს მაშინ? რატო არ არის ის ხალხი, ვინც ამ სცენაში იყო წარმოჩენილი, დაჭერილი? სააკაშვილს მოუწევს, რომ კონკრეტული ფაქტები დადოს ამ თემასთან დაკავშირებით, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ნამდვილად კიდევ ერთხელ დაადასტურებს იმას, რომ არის უბრალოდ მატყუ არა, უპასუხისმგებლო პროვოკატორი. იმ სცენარშიც კი, რომლის ავტორიც თვითონ სააკაშვილია, თვითონ კონფლიქტის დაწყების პირველივე წუთებში ბუნკერში იმალება და მუხლებზე დაფრთხავს. ეს იყო ორთვიანი, კარგად ორგანიზებული, ორკესტრირებული კამპანიის, ასე ვთქვათ, ბოლო მონაკვეთი, რომელიც მიზნად ისახავდა ტრის ხატის შექმნას და ოპოზიციის განადგურებას. რას უკაცრავად ვერ მივართვით. შეეშალათ ბავშვებს. ზურაბ ნოღაიდელი ამბობს, რომ ამ გადაცემას ორთვიანი მოსამზადებელი წინა პერიოდი ჰქონდა. იმიტირებულ გადაცემამდე ერთი დღით ადრე რუსული ინტერვენციის ზუსტად ისეთივე გეგმაზე ქრონიკაში პარლამენტარი გია თორთლაძე საუბრობდა. ეს არის ყურმოჭრილი მონები იმპერიისა, რუსული იმპერიისა, სადაც მიეკაჩებიან საქართველოს. ნოღაიდელი ძალიან ხშირად ჩადის სარფის საზღვართან. იქ თავს თურქულ ნომერს და იქნა საუბრობს გაურკვეველ მიმართულებით. ტელევიზია უნდა იყოს თხილად, იმიტომ რომ ამ ტელევიზიას იყენებდნენ ადრე კაცი იყენებდა სახელმწიფოს მიმართით, მის წინააღმდეგ, მისი ფლობელი. დღეს ისე არ უნდა აღმოჩნდეს, რომ გინდა რომ სახელმწიფო ინტერესი დაიცვა და ამ დროს ეს ისე სრულად გამოგდის, რომ პირიქით კონტრპროდუქტიულია. ეს იყო მომავლის ქრონიკის იმიტაცია. ტელეკომპანია იმედის ეთერში გასული მომავლის ქრონიკა პირველი არაა, სადაც ოპოზიციისა და რუსეთის ერთობლივ გეგმებზე და საქართველოში დესტაბილიზაციის მცდელობაზე იყო საუბარი. მსგავსი მოვლენები განვითარდა 2007 წლის ნოემბერში, როდესაც ბადრი პატარკაციშვილი რუსეთის აგენტობასა და სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობაში დაადანაშაულეს.